გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? როგორ ხართ მეგობრებო? გლადიოს დიდი მადლობა, რაღაცა მაჩუქეს უკავე გული. ვარდისფერი ვარდები, როგორ მიყვარს ხალხი. მარი, დიდი მადლობა გულებისთვის, ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, გულებს რომ იგზავნით, ძალიან მიხარია. ვანცამარი როგორ არის? კარგად არის მეგობრებო? რა თქმა უნდა მეგობრებო, ხა აქ საერთოდ აღარც ისმის შეკითხვა, რომ რომელიმე მანდ არის თუ არა ნორმალური. რა ვიცი, ხა ვინმეს გააქვთ აზრი, რომ მანდ მყოფი ადამიანები ჯავახაზე მიდის ჩვეულებრივი ძალადობა, ფიზიკურ ძალადობაზეც გადავლენ ალბათ, ეს მუზები დაიჭერენ და ალბათ კარგად ცემენ ბოლო-ბოლო ჯავახას იმისთვის, რომ დიანა არ მოიყვანა ცოლად. აი ესე. ხო ესე იგი, ჩემ საწოლზე, ჩემ ყოფილ საწოლზე, რომელიც მე დავიკავე ყველაზე პირველად, არის ახლა ატეხილი ერთი ამბავი. ხო და მოკლედ არ ვიცი, მოკლედ მთელ ჰაუსს აქვს წეწვა-გლიჯვა იმ ოთახზე, იმ საწოლზე, მოკლედ. ნანალა უფრო აჩენენ რეალურ სახეს მუზები, რა თქმა უნდა, ხალხმა ხა. მან რა არის, იცით, ერთი ამაყურებელი, რასაც ხედავს ხოლმე გარედან, ხშირ შემთხვევაში, ცოტა განსხვავებული სურათია, იმიტომ რომ ერთი აეკრანიდან რაც ჩანს ხოლმე და მეორე შიგნით ხა. მე რო შიგნით ვიყავი, რა თქმა უნდა, ესეთი ჯოჯოხეთი მაშინ არ ხდებოდა, ხალხო, რას ამბობ, ანუ ეს დამპალო და შესულით დამპალო და რაღაცებს რო ეძახიან ჯავახას რა ეს მუზები არ და გავიწყდეთ რომ მეგობრობდნენ მაგასთან. ჯავახას ერთადერთი შეცდომა ხალხო ეგ არის, რომ იმათ ემეგობრებოდა და იმათ უცინოდა თავის დროზე, ვისაც გამარჯვების თქვა არ უტეხავს. ანასტასიაზე რას ფიქრობ? ხო, ჯავახას რეალური შეცდომა არის ის, რომ მუზებს ემეგობრებოდა ადრე. არ ვიცი მაგის სტრატეგია იყო, მე მგონია რომ უბრალოდ ხასიათი აქ ეგეთი ჯავახას არის ფრენდლი მეგობრული ადამიანი, მაგრამ ხალხო, ხა ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ხოლმე ზოგადად კომუნიკაციაზე, კომუნიკაციის ხელოვნებაზე, როგორი საჭიროა და მნიშვნელოვანია ადამიანთან გავაბად კომუნიკაცია, მაგრამ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების იგივე კორპორატიულ ნაწილში აიღეთ საქმიან ურთიერთობებში თუ ისე ცალკე ურთიერთობებში, ხალხო არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც კომუნიკაცია არის შეუძლებელი, იმიტომ რომ არიან ფიზიკურად, მენტალურად და ყველაფრით სხვაგან. და აგრესია მაგალითად ესეთივე არის, ხო? ესეთი ქარხნული იმებით არის წარმოდგენილი, ჩაშენებით, ანუ ხარის რაღაცები, რაც მე შეგიძლია დაამატო, შეცვალო და ასე შემდეგ და არის რაღაცა, რომელიც არის უფრო ბევრად მყარი თანდაყოლი და ასე შემდეგ. ანუ კომუნიკაციაზე როცა ვლაპარაკობთ, ხო, აქედან რომ მოდის დავუშვათ კეთილგანწყობა, მეგობრულობა და ასე შემდეგ. ეს არის ყველაფერი ხახრო ილუზია და დროებით, ანუ გამორიცხულია. თუ მეორე მხრიდან წამოვიდა აგრესია, შური, ბოღმა, ბოროტება და ასე შემდეგ, ხო, ვერანაირი კომუნიკაცია ვერ შედგება
მით უმეტეს რაიმე დადებითი და კარგი. ანუ გამორიცხულია, რომ აქ რამე შედგეს. ანუ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ, რომ აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენ როგორ დაუდგები ადამიანს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენ როგორ მოექცევი და ასე შემდეგ. კი, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გადამწყვეტი არის ხოლმე იქიდან რა მოდის რეალურად. აი დაწერეთ მემბერები გამოუშვით თიკარას ნიშნავს მეგობრებო გულებისთვის ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის და მე ისევ იმაზრზე ვრჩები მეგობრებო რომ ჰაუსი რეალიტი შოუები და ასე შემდეგ არის გასართობი უბრალოდ იმდენად დიდი ნეგატივი მოდის ამ ადამიანებისგან რომ რა ვიცი მე ვეღარ ვერთობი ხალხო მე გასართობად შევედი მან თავის დროზე და რაღაც პერიოდი ვერთობოდი და რომ მივხვდი რომ გართობის მაგივრად აქ რაღაცა დიდი ჯოჯოხეთი დატრიალდებოდა ავდექი და ერთი სულ მქონდა როდის წამოვიდოდი სამი კვირა იყო ის ტოპ აი არა გადავიხ ალბათ გეუბნებით ეხლა მე ვამბობ ამას რომ კიდე რო დავრჩენილიყავი იმ თანხას ეხლა შეიძლება არ მაქვს უფლება რომ გავაშერო რა თანხაზეა საუბარი მაგრამ მაგ თანხას გადავიხდიდი და წამოვიდოდი ჰაუსი რუსთავი ორი გეთანხმები დავიცეც გეტყვით ეხლა 2 წუთში მის წესები როგორც ვიცი შეცვალა რუსთავი ორმა და დაამატა ხმას რო აძლევ კიდე უნდა აირჩიო იქ და დაადასტურო რომ ნამდვილად ის აირჩიო ეს სავარაუდოდ კლიკერებს მოაშორებს არ ვიცი ხლა რამდენად ეშველება ამით საქმეს მაგრამ როგორც ჩანს თვითონ პროდაქშენს და რუსთავი ორსაც არ აწყობს ეხლა ყველა ლაპარაკობს რომ კლიკერებსია ყველა ძალიან შემეცოთ ჯავხარებს უკეთებენ არ ვიცი ეს ხალხო ანუ თუ ეგეთივე ავადმყოფი არ ხარ მაგით ვეღარ გაერთობი აი ეს არის ჩემი საუბარი ანუ მე ვიძახი აი მუზებზე და ლელუზე და ნუ ლორენცო გასაგებია თავისთავად ძალიან შემეცოდა მეც გეთანხმები ისე შემეცოდა რომ რა ვიცი აი ნაწყვეტებსაც ვერ ვუყურებ ამ ადამიანს ანუ ფიზიკურად ხო შეუვარდნენ ამ ოჯახში უნდათ ძალით გამოიყვანონ ახლა ამ ოთახიდან საწოლში ფეხსაცმელებით ჩაუწვა ეს თინათინი ანუ ჯავხას საწოლში ჩაწვა ფეხსაცმელებით რომ რაც შეიძლება უფრო შეეზიზღოს და აუბინძუროს იქაურება და რა ვიცი ყველა დაუშვებელი რაღაცები ხდება მეგობრებო არ ვიცი ხა თქვენ თუ უყურებთ ამას და ერთობით აი დამიწერეთ ვისთვის არის ახლა ეს გასართობი ადამიანი რაღაცა ფეხსაცმელებით და ყვირილით ხრიალით ლანძღვით რომ შენ საწოლში ჩაწვება და ახლა იწვება და შენი გამოძევება უნდა ოთახიდან ხო რა არის იმაზე საუბრობთ ხმას ვაძლევთ დავით რა თქმა უნდა კი, მარიამს ახალი ვიდეო ოსტრზე ვნახე, კი ბატონო, ოსტრზე შელოცვები და ეს რაღაცა ჯადოს რაღაცები ძალიან არც გამკვირვებია პრინციპში, ხახნო იგენი ზუსტად ის ადამიანები არიან, ვინც ჯადოებს აკეთებს და ჯადოებს ხარშავს და ეხლა თქვენ როგორ გონიათ? ჯავახა რომ მოეწონა, აი ხახნო, აი რეალური ადამიანები, ნახეთ რეალური ადამიანები ჯავახა მოეწონა დიანას ამ ნახა რომ ამ ჯავახას მოეწონა სხვა გოგო ამ შემთხვევაში მარიამი რომ მისთვის მისაღები აი ნებისმიერი გოგო იქნებოდა მიუღებელი მაგათთვის ახლა მოდი აქედან დავიწყოთ რა ნებისმიერი ის იქნებოდა მიუღებელი მაგათთვის, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ახლა მაგათთვის მისაღები ვინ უნდა იყოს, ხო? ნუ მაგათ აქვთ ამბიცია რომ ყველა სეკუნდა მოწონდეს, ყველა მაგაზე უნდა გიშდებოდეს და რა თქმა უნდა ახლა ჯავახა რას ქვია მაგათი არ გიშდებოდა. კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ჯავახას მთავარი შეცდომა იყო რომ მაგათ ემეგობრებოდა. და უბრალოდ ეგონა რომ მაგათთან მეგობრობა მოსულა, არ ვიცი, ახლა შესაძლებელია, იმიტომ რომ თვითონაც რეგიონიდან არის წარმოშობით, შეიძლება იმიტომ რომ უფრო მეტი თავიდანვე უფრო მეტი საერთო ნახა მათთან და ასე შემდეგ ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად არის ჯავახა ძალიან მეგობრული ადამიანი და რატომღაც ამბიც ეგონა რომ მუზებთან მე
მეგობრობა მოსულა რა ხალხნო, როცა ადამიანი არა ეგეთი არა ადეკვატური და ეგეთი ბოროტებით წარმოდგენილი, მაგასთან მეგობრობა არ მოსულა და თქვენ რა გონიათ ახლა ქუთაისელებთან და ლელუსთან ეგეთი მეგობრობენ, ეგ არის უბრალოდ გამოყენებითი კავშირი, რომელიც მაგათ ჭირდებათ წინ წელს. ეხლა როგორც ლელუ არ არის მაგათი მეგობარი და არც ქუთაისელების მეგობარი არ არის ხალხნო არანაირად და ვერასოდეს ვერ იქნებიან ეგენი მეგობრები. შესაბამისად ლაივში რამდენი ხალხ რომ არ მარიამს გულშემატკივრობდი თქვენ ისიც ძალიან კარგად მარიამი რო არ არის მე არ გულშემატკივრობ არავის თუმცა ახლა ვინც არის აუთსაიდერებში დავიცე ყველაზე კარგი წარმოდგენა მაქვს მაგ იმებიდან რა ქვია წევრებიდან ამ ეტაპზე და კი დავითი ყველაზე მეტად იმსახურებს მათი დარჩენას იმიტომ რომ ყველაზე მეტად ის ადამიანია, ვისაც ყველაზე ცუდი აქვს გაკეთებული რეალურად. Dark Flow Art მუზეუმზე გამოგითხრიან მუზები საყვარელი და ღიმილიანი სახე მაგათი სადნახე ერთი გამაგებინე შეურაცხადები და შეშლილებიან ყვირიან ხრიალებენ და იმ საყვარელ და ისეთ გოგოებსაც ვეღარ თამაშობენ იმიტომ რომ უკვე მოვიდა ის დრო რომ გახდნენ ისეთები როგორებიც არიან ხო თავიდან შეიძლება თამაშობდნენ გეთანხმებით კი ბატონო თავიდან შეიძლება თამაშობდნენ მოკლედ ეხლა ვანცა შემოკარგო კვიბისტი არ ვარო და ნუ მე რა კვიბისტი ანასტასიას უთხრეს რომ მარიამი ჩაანაცვლეო ხო გასალანძღათ უთხრეს ეგ ხალხნო და შესაბამისად ძალიან უნდათ ხოლმე ვიღაცას ნერვები მოუშალონ იმიტომ რომ ნებისმიერი ფორმით რომ შენ ის ჩაანაცვლე და თან ჯავახასზე მიუთითებენ ხოლმე ნუ ძალიან საშინელება მე თვითონ კი ჯავახას ვაძლევთ ისა უბრალოდ ჯავახას ჯვარი წერია დავით ვაძლევთ ხვას დავითი გავიცანი მე პროდაქშენში ძალიან ცოტა ხანი მომიწია მასთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ ისიც პროდაქშენში იყო მოსული და მე როგორც ჩანს ძირითად ნაწილში მოკლედ დავით ვიცნობ თუ არა პირადად ვიცნობ გავიცანი პროდაქშენში დავითი და დარატოვა შებეს ძალიან ცითი თამამი და აქტიური ადამიანი შთაბეჭდილება. ნუ მაშინ ძალიან ცოტა დრო გქონდა ერთმანეთი გავგვეცნო და მოკლედ პროდაქშენის შენობაში გავიცანი ძალიან ცოტა დრო იყო იმისთვის რომ გამეცნო ეს ადამიანი, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება რაც მქონდა და შემდეგ უკვე ამ პროექტში რაც ვნახე ხო რომ შევიდა და ასე შემდეგ, ნუ ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება მაქვს ახლა მასზე, ვიდრე სხვა დანარჩენებზე და მაგაზე ორი აზრი არ არსებობს ხალხო რა თუნდა მაგას ძალიან ბევრი ის რომ ხალხო შედით რუსთავი 2-ის ფეიჯზე და იქ წერია ხმა როგორ უნდა ვიცეთ ახლა ხვის ვიცება 21 საუკუნეში თუ ვერ დაამუღამეთ ახლა აქ ლაივზე ხო შემოდიხართ როგორღაც ანუ ხვის ვიცებასაც დაამუღამ კარგი გოგო ხარ ხამ გაათენე იმდენ ხვას ვაძლევ რა 100-იო ხო გამარჯობა გიო იწერება სესო ეხა ეგ რა შეკითხვა დაწერე არ გადამრიო მადლობა მეგობრებო გულებისთვის და მივცეთ ხვას ვაძლევთ დავითს ახალი მონაწილეა დავითი რომელიც ფიქრობთ რომ ყველაზე მეტად იმსახურებს პროექტში დარჩენას გეთანხმები მიყვარხარ რა ლამაზი ხარ მეც მიყვარხარ ჯერფასო ლალი სნეილ ლალი გეთანხმები აბსოლუტურად ეს არის რა ვიცი პრინციპში გასაკვირი არც არის ხო ადამიანის ბოროტება ადამიანის სიძულვი და რაც რაღაც უგვიყვარს ეგეთ რაღაცები მაგრამ უგვიყვარს იმდენად თვალსაჩინო და იმდენად ანიკო
კოპაძე, დავით, რა თქმა უნდა, ჩემი ტრენერიაო, რა მაგარია, სად ვარჯიშობ, ანიაბა დამიწერე. Ani, რა თქმა უნდა, დავით მივცემთ ხმას აუცილებლად, მეგობრებო, მაგაზე ორი აზრიც არ არსებობს. მეგობრებო, ხედავთ, რომ თქვა მაქვს შესაღები? რატო არ მიწერთ, რომ თქვა შეიღებთ, თქვა შეიღებ? სესო, თვითონ რაც გააკეთა და ეგ ზოგადად ეგ რასაც აკეთებენ, ნორმალური კი არა, მე თუ ვკითხავ, ძალიან ამაზრზენია. ასეთი წივილ-კივრი ხრიალი, ხო, ლალის ნეილ. წივილ-კივრი ხრიალი კი არა, ძალით ჯავახას გამოთრევა და საწყურში რო ჩაუხტა, ის რა ქვია, ჯავახა საწყურში რო ჩაწვა ფეხსაცველებით. ჯინა გამარჯობა. ხმას ვის მისცემ ხმას, რა თქმა უნდა, დავით. მიუხედავად იმისა, რომ გითხარით, რომ ძალიან ცოტა დრო მქონდა მისთვის გასაცნობად, გავიცანი, სანამ პროექტი დაიწყებოდა პროდაქშენის შენობაში, რუსთავი 2-ის შენობაში. პროდაქშენში იყო ისიც მოსული და მეც იქ ვიყავი, მოკლედ და ძალიან ცოტა დრო მქონდა გასაცნობად, მაგრამ ეხლა რასაც უყურებ, ყველაზე მეტად დავითი იმსახურებს, რა თქმა უნდა, პროექტში დარჩენას. ხო, რა იცი, ძალიან დამამცირებელი იყო ახლა მაგისთვის, რაც გააკეთეს. ვითომ სუსტია და მაინც წავა და ასე შემდეგ, ანუ თითქოს ის ადამიანი დასვეს სკამზე, ვინც მაგათი ჭკუით ლელუს ნაკლებ კონკურენციას გაუწევდა, რომ ვითომ ლელუს გადარჩენა უნდათ. ლელუს გადარჩენა იმიტომ უნდათ, რომ +1 ხმა ქონდეთ და ფინალამდე მიჩოჩდნენ, თორე სხვა არაფერი. კი, ადრე იყო ყოველ 10 წუთში ხმის ვიცემა და ახლა შეგიძლიათ ყოველ 5 წუთში. ასე რომ გულებისთვის ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო. და თუ ძალიან სამართლიანად მოიგებს, ხო? მე ლაშაზე კარგი შთაბეჭდილება არ მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ლაშაზე ადრე ვთქვი, რომ იმდენად სუსტი ადამიანი, იმდენად სუსტი მონაწილე, რომ წავიდა და აესკოჩა ლელუს და მიეტმასნა თავისი შეხედულებით ძლიერ ადამიანებს, მაგრამ ეს ლაშა ბონდოა კი ძალიან გავს ხმითაც, ქცევითაც და ყველაფრით. კი ბატონო, ტასო ძალიან საყვარელი გოგოა. იცით რა არის? გუშინ შემხვდა ტასოს ოჯახის წევრის პოსტი. ან დედა იყო, ან დეიდა, ზუსტად არ ვიცი. და ძალიან ვუთანაგრძნობ მე ამ ქალს, ძალიან კარგად ეწერა ყველაფერი. და ძალიან ვუთანაგრძნობ, როცა შენ შულს ესე ლანძღავენ უსამართლოდ, ესე საშინლად მოიხსენებენ და ასე შემდეგ, შეუძლებელია, რომ აბას ესე ჩუბად უყურო. ირინა, მე მგონი სახელი სწორად მახსოვს, ირინა. ირინას ეწერა ანასტასიაზე. გამოეხმაურა უფრო სწორედ იმ ფაქტს ლელუმ როგორ საშინლად დამამცირებლად და დამაკნინებლად მოიხსენია და როგორ მიმართავს ხოლმე ძალიან დამამცირებლად რა ესე არ შეიძლება ხახრო ადამიანზე ესე გადავლა და ესე იმიტომ რომ შენ უფრო მეტად წარმოჩინდე და უფრო მეტად მიჩოჩდე ფინალამდე ხო აი ადამიანის ესე გადავლა რა ვიცი რომელ reality shows ან რომელი house-ის წესებში ჯდება არ ვიცი ხახრო თქვენ თუ მოგწონთ დაწერეთ თუ სწორად მახსოვს სახელი და გვარი ეს იყო ირინა ჩაჩხიანის პოსტი სავარაუდოდ ალბათ იყო ან დედა ან დეიდა სავარაუდოდ ალბათ უფრო დედა და ლელუს მიმართა და უბრალოდ ლელუს ამქმედებებზე ქონდა ძალიან კარგად რეფლექსია გაკეთებული და სრულად ვეთანხმები ამ ქალს რომ ძალიან ამაზრზენია ლელუს საქციელი ძალიან ამაზრზენია და ძალიან არ მინდა ახლა რაღაცაც კიდე ისეთი სიტყვები გამოვიყენო მაგრამ არანაირ ადამიანობაში არ ჩდება ხალხნო
მუზები არიან არაადეკვატურებიო. ნახე, არაადეკვატური საქციელი აქვთ, მაგრამ სინამდვილეში ეგენი არიან უბრალოდ ბოროტები. ნატალი გეთანხმები აბსოლუტურად. დასო ადამიანი არ არისო, არა ადამიანი არ გონიათ მაგათ, მარტო თავისთავი გონიათ ადამიანები, კი ბატონო. Dark Flow ხო ახლა ლორენცოსგან ეგ ჩვეულებრივი საქციელია. დადუდულ არ ვიცი ვინ გავარდება ხახნო ჯერჯერობით მიდის ეს პროცესი ხვალ იქნება ხო ლაივი თუ როდის არის ეგ თუ ხვალ მოკლედ არ ვიცი გირო, ანუ შენს მაგ ბოროტების და ჯოჯოხეთის მაშხალებიდან ხარ წარმოდგენილი როგორც ვატყობ, ანუ თუ ეგ ბოროტებად არ მიგაჩნია და ჩვენ რო პროტესტი გვაქვს მაგ ბოროტებაზე, ეგ მიგაჩნია მიუღებლად, ანუ ეთყობა შენ ხარ ეგეთი. ჩვენ უბრალოდ გვაქვს ჯანსაღი რეაქცია და პროტესტი იმ ბოროტებაზე, რასაც ვხედავთ და რა ვიცი, შენ თუ მაგ ბოროტების მომხრე ხარ, ან შენც ეგეთი ხარ. თიკა რას წერს ეს ბარბარე? ას ბარბარე რასაც წერს მისი ოჯახის წევრებს გადავუგზავნოთ. და ვნახოთ აბა თუ მოეწონებათ მაგის ოჯახის წევრებს როგორ რას წერს ბარბარე აქ როგორ საშინელებებს წერს. ვნახოთ აბა გოგსამეც მიყვარხარ. გამარჯობა ბაბიკო. მარიამს არც ერთი მან შეყვარებულის დაშორება არ უნდოდა და არავის არ შეუარდა ოთახში გამოსათრევად. კლიკერებზე რას ფიქრობთ ხახნო ეს ხმის ვიცების ახალი წესი რომ არის მეც რა თქმა უნდა დავიცვაძლევ ხმას და ნახე რომ იქ რომ აირჩევ შენთვის სასურველ წევრს კიდე უნდა დაადასტურო ანუ მოგდი შეტყობინება და უნდა დაადასტურო რომ ნამდვილად ის აირჩე არ ვიცი ხო კლიკერებისთვის ეგ აღარ არის ასე ვთქვათ ხელსაყრე ლორენცოზე რას ფიქრობ ხახნო ლორენცოზე ვთქვი უკვე რასაც ფიქრობ მე რა აზრი არ აქვს მაგასო ხო რა ვიცი იმ კლიკერებს გადაიყვანენ ახალ ხმის ვიცების სიბაზე არ ვიცი ხა დარქლო აბა დაწერე რამდენად ეგ კლიკერებს შეუშლის ხელს არ ვიცი თვითონ ამ კლიკერების მუშაობის სისტემა კარგად არ ვიცი შესაბამისად ეს ხმის მიცემის ახალი წესი რაც არის რამდენად იმოქმედებს დადებითა და ამ
კლიკერების შეზღუდვაზე წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ რადგან დაამატა რუსთავიერმა, რომ თვითონაც ეგენი შეწუხდნენ ხალხო რამდენი კლიკერებით, იმიტომ რომ რა ვიცი, გამოდის რომ ესე იგი ვინც მეტ კლიკერს ჩართავს და ვინც მეტ იმას რა ქვია, ტექნიკურად მიხედავს მაგამობს, ის გაიმარჯვებს და ნუ ხა რაღაცე ყოფილაბა ეს რეალიტი შოუ რაღაცია, ხო? გამოდის რომ რეალური გულშემატკივარი ვინც არის და ხმებს აძლევს, ანუ იმათი ხმები იკარგება. ტიკა ვერ გამოიყენებენ ახლა კლიკერებს, ანუ ნამდვილად ეს იყო ის, რაც გვჭირდებოდა, რომ კლიკერები აღარ ყოფილიყო, ანუ ეს ცვლილება მესენჯერში. რა ახალი წესი და მესენჯერში როცა ვაძლევთ ხმას, მაგალითად ავირჩიეთ დავითი, ხო? მოგდის შეტყობინება, რომ დაადასტურეო ნამდვილად დავითს გინდაო, რომ მისცე ხმაო და შენ უდასტურებ და მე 5 წუთში კიდევ ერთხელ შეგიძლია. ანუ არ ვიცი, ეს კლიკერებს რამდენად შეზღუდებს ხალხო, მე არ ვიცი, იმიტომ რომ თვითონ კლიკერების მუშაობის სისტემა არ ვიცი კარგად. ავტომატურად აძლევს კლიკერი ხმას და ახლა დადასტურებაც ჭირდება. აჰა, ანუ ეს ის და ავტომატურად ყოველ 10 წუთში ერთხელ აჭერს. ნუ მაშინ ხო? მაშინ ურთულდებათ საქმე. დემეტრე, არ ვიცი ხო ვინ წავა, მეც თქვენთან ერთად ვნახავ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დავითს რატო აძლევ ხმას, იმიტომ რომ ყველაზე მეტად დავითი არის მან ერთი დადებითი პერსონაჟი ალბათ მე მგონი დავითი და ანასტასია ალბათ შედარებით. ნუ ანასტასიაც პრინციპში საკმაოდ ისეთი კარგი გოგოა, იმიტომ რომ ანასტასიაცაც გულშემატკივრებთ, იმიტომ რომ ძალიან უსამართლო და ცუდად ექცევიან მაგ გოგოს, ანუ რასაც ეგენი ლანძღავენ ამ გოგოს და ამცირებენ და არ ვიცი. ძალიან მეწოდება ანასტასიაც. ხმის მიცემის ახალი წესი ალბათ ამ კლიკერებს შეზღუდავს. არ ვიცი ხლა ნახეთ ყველა ვარიანტში ის რაღაცა 400,000 რაღაცა ხმა და ასე შემდეგ. ხალხო 3 მილიონიან ქვეყანაში ალბათ დამეთანხმებით, რომ 400,000 ხმა ძალიან ბევრია ერთი რეალიტი შოუსთვის. ეხლა როცა გვაქვს სულ ვართ 3 მილიონი მოსახლეობა, ხო? ანუ მეტნაკლებად ეხლა შეიძლება. ხო და აქედან არიან ამ 3 მილიონში არის ხალხო პატარა ბავშვების, თვეების არიან მოხუცები, რომლებიც საერთოდ რეალიტი შოუს არ უყურებენ, ისეთი მოხუცებიც არსებობენ, რომლებსაც არ აქვთ. ანუ ნახეთ ამ 3 მილიონში არის ყველანაირი ადამიანი თავმოყრილი და ხა ამ 3 მილიონიდან წარმოიდგინეთ ლაივ მაყურებელი ყავს ხოლმე შოუებს მაქსიმუმ 45,000 ყველაზე პიკში, ხო, ლაივ შოუებს და 400,000 ხმა შემოსული მართლა ძალიან გაბერილია და მართლა ძალიან არარეალურია. მაშინ როცა TikTok პლატფორმა, YouTube პლატფორმა, ტელევიზია, Facebook-ი ყველაფერი ჯამში აქვთ ხოლმე ხალხნო 40-45,000 და იყო მე მგონი რეკორდი 54,000 მაყურებელი და ამ მაყურებლიდან ყველა ხმის მიმცემი და ესე თქვათ რო დაჯდება და აქტიური ხმის მიცემის პროცესში ვერ იქნება, ხო? ანუ მაყურებელი არ ნიშნავს, რომ ხმის მიცემაც უნდა იმ ადამიანს. ზოგი არის უბრალოდ მაყურებელი. აქედან გამომდინარე ის 400,000 რაღაცა ხმა შემოსული, რა თქმა უნდა ხალხო გაბერილია. გურამი რევზიშვილი. არ ვიცი მეგობრებო, დაბრუნდება თუ არა, მაგრამ მე მარიამი იქ დასაბრუნებლად ნამდვილად არ მემეტება. ანუ კი ვინ არის ჩემი მეგობრის შვილი?
კიო boxing coach გეთანხმები ძალიან ცოდოა, არ უნდა დაბრუნდეს ხალხი იმ ჯოჯოხეთში მარიამი მე მაგალითად არ მემეტება. მე არ მემეტება რომ ხა გუში რა კადრებიც იყო გავრცელებული. ვერც ერთ იმას სცენას ვერ ვუყურებ ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან ამას რზენის აქციელი დადეს. მარიამო დაიწყო ამ ხელა ქალი. მეგობრებო, თიკასთან მაქვს ჩემ მოდერატორთან შეკითხა. ანუ კი შენი თავი პროექტში რომ მეგობრის შვილია მარიამიო. What? მეგობრებო, ხა თიკასგან მაინტერესებს, სად არის ჩემი საყვარელი სექტა, რომელიც მიწერს ხოლმე, რომ ამ ხელა ქალი მაკიაჟს არ უნდა იკეთებდი, ამ ხელა ქალი არ უნდა ლაპარაკობდი, ამ ხელა ქალი ლაივში არ უნდა გამოდიოდი და ამ ხელა ქალი საერთოდ კიო boxing coach არ ვიცი სექტას უნდა კითხო ხარ თუ არა ბებერი, იმიტომ რომ სექტა წყვეტს მაგას, რომ არის კატეგორია, რომელიც მაგალითად გიწყვიტავს რაზე ილაპარაკო როგორ მოიქცე და ასე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა ეგენი რასაც გეტყვიან ისეა ყველაფერი. ამ ხელა ქალი ხარ და მაკიას იკეთებ ან ლაივში რა გინდა საქმე არ გაქვს. კი ბატონო ნამდვილად მასია თიკა. უბრალოდ ეს შემსაყვარელი სექტა, რომელიც ძალიან მართობდა ხოლმე, სად დაიკარგა ეს ხალხი? ხალხო, აი ეს ხალხი სად დაიკარგა, რომელიც შემოდიოდა ხოლმე და მე ლაპარაკს მიკრძალავდა, რომ ამ ხელა ქალი რატო ლაპარაკობ ჰაუსზე? ჰაუსში ხო აღარ ხარ და რატო ლაპარაკობ ჰაუსზე და ასე შემდეგ. ანუ ამ ხელა ქალი ხარ და მე მიდიოდა ხოლმე თავიანთი შეხედულების ამან რას არ უნდა აკეთებდე, ანუ გიწყვიტავენ რა რას არ. სკალი სადაშენზე რო ხელავდა რა ერქვა ნარგიზა. ჩემი საყვარელი ნარგიზა ვეღარ ვიპოვე, აღარ შემოდის, აი დაიკარგა. არა და მეკონა რომ ჩემზე ძალიან დარდობდა, ჩემზე ძალიან ხელავდა და აგერ დაიკარგა ნარგიზა, აღარ მკითხულობს რას ვჭამ, რას ვსვავ, როგორ ვირჩენ თავს. ვერ გამიკა Dark flow მაგაშია საქმე, ვერ გამიქაჩეს ეთყობა. ბათურა გეთანხმები. სიმართლე გითხრა, ლელუ და სხვა წევრები ჩემ დროს ამდენს ვერ ბედავდნენ მე რო ვიყავი. არ ვიცი შენ მაგ სიტყვას რას ეძახი, მაგრამ ჩემს მიმართ ნამდვილად არ ყოფილა მსგავსი არაფერი. ეხლა რასაც ერთმანეთს უკეთებენ, თის გასაგონად ვამბობ რაღაცნაირად. უბრალოდ კარგია რომ არ ვარ, აი მართლა გეუბნებით, რამდენი ახლა ბოლო პერიოდი აი ამ აი წარმოუდგენელია. ჯერ მარიამი რეებს იტანდა ხალხო, ვაიმე, მარიამიც რეებს იტანდა ხოლმე და ეხლა ნახეთ მარიამი რო ანუ ხო იძახდნენ რომ თავარი პრობლემა აქო არის რომ მარიამიო ხო ამბობდნენ. მარიამი რაც აღარ არის პროექტში, ნახეთ რომ უფრო უარესად იქცევიან. მარიამი არ არის უფრო უარესად იქცევიან, ანუ მარიამი არ იყო ხალხო მუზეების და ლელუს სიბოროტის, ანუ თვითონ ბოროტები არიან ეგენი თორე მარიამი არც ნახე რასაც მარიამს აბრალებდნენ რეალურად რომ შენ ხარ ცუდიო და ასე შემდეგ, ხო? რეალურად აღმოჩნდა რომ მარიამი რო არ არის, მაშინ უფრო უარესი ბოროტები არიან ეგენი და უფრო საშინლად იქცევიან. Dark flow გეთანხმები მართლა აი უკვე რაღაცნაირად უკვე გული შეიძლება აგერიოს მაგაც აქციელზე, აი ვეღარ უყურებ რა ძალიან საშინლად იქცევიან მართლა ალბათ
production-მა რაღაცა მითითება უნდა მისცეს ცოტა რეგულაცია თვითონ დიდად არ ერევიან ხოლმე პროდიუსერები და ისინი ხა სიმართლეს გეტყვით რომ ზოგადად ეს გარიდან ჩარევა რომ შენ ხა ამაზე გაბრაზდი და ამაზე არ გაბრაზდი ესე მითითებები მართლა არ არის ხალხო მაგრამ აი ამ დამამცირებელი ქმედებების მხრივ ალბათ უნდა ჩაერიონ კი იმიტომ რომ ძალიან საშინელი საყურებელი გახდა მართლა საშინელებაა მეგობრებო ეხლა იდი კი ბატონო აქვს სხვა საქმეებიც მაქვს და ამისთვისაც ვიცლი ხოლმე პრობლემა არ არის ჩემთვის მეგობრებო, ეხლა მე უნდა გავიდე, იმიტომ რომ მქონდა რაღაცნაირად ესე შესვენებასავით და მოვედი და დაგელაპარაკეთ და გაგესაუბრეთ. ბასასი სად არის და ბასასის ძინავს მოვიყვანო ბასასი, სად არის? შეძვრა. მაგას ოძინავს ხოლმე მე ვერ ვაღვიძებ. აუ ხუთი წუთი იყავიო შემოსული. მეგობრებო, თიკა მოკლედ. მეგობრებო, ეხლა ისევ საქმეები მაქვს, მე მოგეხსენებოდ უნდა გავიდე, არ ვარ ეხლა ფლად ეგეთი მოცლიც არ. კიდე მოვიცხლი არა უშავს მაგისთვის და რა თქმა უნდა, ისევ ტრადიციულად უნდა გითხრათ, რომ სასაცილო ვიდეოები, კაი რაღაცები, ედიტები და რაღაცები უნდა გამომიგზავნოთ inbox-ში, რასაც არ მიგზავნით, ჩათვალეთ, რომ იმას ვერ ვნახულობ და მე რადგან სტრიმებსაც ვერ ვუყურებ უკვე და ვეღარც ეპიზოდებს ვერ ვუყურებ, იმიტომ რომ საშინელებები ხდება, ამიტომ კარგი საინტერესო რაღაცები უნდა გამომიგზავნოთ თქვენი შერჩეული. ძალიან მიხარია ხოლმე ეს ვიდეოები და კაი რაღაცები, რაც შეგხვდებათ და ნახავთ და ამოჭრით და ედიტებს გააკეთებთ, უნდა გამომიგზავნოთ ყველაფერი მე. ბედნიერი დღე რაც კი შემხდება ფორიუზე, ყველაფერი უნდა ჩაგიყაროთ, თიკა უნდა ჩამიყარო, აბა რა უნდა აქნა. ხალხო, ჩემი, ანუ ერთ-ერთი ძალიან დიდი გასართობია თიკა მაგალითად ის ძველი პრაიმ ჰაუსის ედიტები რომ ვნახე რომელიც მე ხალხო ეს არ მიყურებია ეს სეზონები მაგრამ ედიტები რაც ვნახე ძალიან მაგარია აი ზოგი მართლა ძალიან სასაცილო ედიტი იყო ხალხო და აი ძალიან მიხარ აი ძალიან მიხარია რომ მაგათ მივაგენი ამ ედიტებს, იმიტომ რომ აი ზოგი ისეთი სასაცილოა, რომ დაახლოებით 1-20 წუთი ვიცინი ხოლმე, ოღონდ მართლა არ გატყუებთ. ტანუ არა. მოკლედ ახლა მეგობრებო, მე გავიქეცი, აბა თქვენიცი და ვიფიქრებ გამოსპონდელოს კლიკე. თიკა, ჩვენ მოვიფიქროთ რაზე გავსპამოთ ხოლმე, არ არის პრობლემა. წავედი მეგობრებო, აბა თქვენიცით.